ინგა ბედბანის კონცერტის ბილეთებს ყიდულობ და არ დამირიკო ცოტა ხანი. ლევანი? დედა ვინ ლევანის კონცერტია, გოგო? რა ლევანი ბედბანის კონცერტი მეთქი. 7000 კაცია ჩემი რიგში და 3 ბილეთი უნდა ვიყიდო. აუ გული მიგზნებს ძალიან კარგს, მე მგონი რომ ვიყიდით. გული კარგს კი გიგზნობს აჩქარებული გაქვს. 3 ჭიქა ყავა დალია ბოლო 1 საათში. აუ ერთი წუთი, მაგ ყველაფერს როგორ ვყიდულობთ, გვაქვს ფული? საქმეც ეგაა რომ არ გვაქვს თიკლა, მაგრამ მე ხო ავიღე მე ბარათი. ხო და ეხლა ავთ ტრეվել აქცია. შეგიძლია ფრეინას ასტუმროები და კონცერტის ბილეთები იყიდო და თან ხასახლავი კი არ ვიხდით. 6 თვეზე ვანაწილებთ 0%-ად. თუ გვიგბარათი არ მოგიტანია აქ. აუ მიღადავები. პუშენი სახში დამრჩა. დაურეკე მიდი ინგას და გიპასუხებს. ხო ურეკა უკვე. ხო ანასტასია. ხო. ინგა მომისმინე, ჩემ ოთახში შედი ეხლა და მან უნდა მქონდეს მაგიდაზე მე ბარათი, ხო მან დამრჩა ნახე. ხო დაიცადე, დია მოვალი ხარ. დალი გოგო ეყავა რა. აჰა, შევედი აბა შენ ოთახში. შეატრიალი კამერა. მომისმინე, ეს არის? მერე. ხო, იგარი გჭირდება. ეხლა რა კნეცი? მაგ ფულს გაუშვი ხელი. რა ფული, კაცო? ეგ ფული დააბრუნე მან და ბარათს გადავუღე ფოტოები და ჩამიყარე პირადში. ეგარი დეკლე შეგვიშვა საყიდლად. წავედი. აუ რა მხელა მოედანია ხადაობ. გოგო ეს ზემოთ ბილეთები იყიდე, მან იაფია ხოლმე და თელი მოედანი ჩანს მან დედან. 80 ეურო დროზე მიდი. ეგარი მომნიშნა ზემოთ 3 ადგილი. 13, 14, 15. აუ 13 ნომერი არ იყიდე რა ძალიან. ხო თარსი რიცხვია. გოგო მაგის დროა ეხლა. კაი ხო, თიკო დავსვეთ მან. ვიყიდე. მოიცი რომელ ქვეყანაში ვიყიდე? ნიდერლანდები. აუ მან სანტა კლაუსი არ ცხოვრობს. გაიღო. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მზეს უმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია სხვა. აუ რა მხელა მარცვლებია შიგნით? ყავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. ცურჩი კონდა წეღანთითი. მონაწოდე მეც დავიღო. აუ დედა ჩემი იცით დღეს რა მაგარი ტორტი გააკეთა? ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენში ჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი, ყოჩახს მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვითვალე ტიპიდან. ამოდით უნდა მიგასტიკუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. დარხეული მაქვს. აუ პირველად მომიტეხე ხელი, შემომხედით უბრალოდ დღეს გავარ. აუ მიხდით ამბობ უკვე მაგას. ექიმა ხო თქო რომ თავი აქ მეტყვი და პრობლემები იქნება ცოტა ხანი მეხსიერებისო. ხო გახსოვს? ანუ დროებით ამნეზია რო გქონდა, ეგეც არ გახსოვს. ცოტა ხანი სხვა თემაზე ილაპარაკეთ რა. თეკლა ჭამე ეგ სპაგეტი პირიც არ დაგიკარებია. აუ ის მინ შეუკვეთა. სად ვარ საერთოდ? ფრაგულეში ვარ, ტაქსით მოვედით, ინგამ გამოგვეცილა. აუ პასკა რო შეუკვეთი, მაგასაც მომიტანენ ალბათ. აუ მოიცადე ერთი წუთი. რა პასკა? ახალი წელი იყო უკვე? აი ეგრე ძალიან როგორ მიეჯახეთ თავი გქონდა მერტყმული. აუ ძალიან მეცინება რომ თავის მithმა გიგვის. უკანასიდენიების ქვემოთ იყავი ჩაჭედილი. შენმა მეზობელმა გელამ და თემურამა მოგიყვანეს. აუ ნეტა მაგის დავიწყება შემეცლოს. დამართნა და მეც ამნეზია რა იქნებოდა. ანუ რა ამნეზია, ვინმეს დაიმართა ამნეზია? აუ მაგდეს ერთ გავსინჯავ, რა გემრიელია? აქ ყველაფერი გემრიელია, იმიტომ რომ აქ ვეკეთებენ ყველაფერს უმაღლეს ხარისხის ინგრედიენტებით. სულ შეჭამე ხლა. გამარჯობა თქვენი პასკა, გემრიელად მიირთვით. აუ ძალიან დიდი მადლობა. დეცონა განახურდე. აუ გეხვეწებ იქ პასკაც გავჭრათ, რა ძალიან მომინდა. მიხედავი ის რო გავჭრა, მე ინგა მიგამჭრის. კაი სახში მაინც გაჭერი მე რა. აუ მანქანა სად დავაყენე? თიკლა შენ მანქანა არ გყავს, ნუ დროებით. ია, მომპარი? არა. თუ დაჭჭკილი როა. ინგაზე რო თქო ბურგერი ბიუ გამოვიძახე. თქვენი სიხირსები ხართ, იცი, ერთხელ ამდგენ აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიყოცოთ შივრები რა ვქნა. აუ კაი რა, დედა ხოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩავაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროსავით ბორშია.
Čo tu curieri gავს? Gismint. Tindueli შემხდა. Hello. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean? შეხედე როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა. Uțanurებს știu cu ეს ინდოელი. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni გამიტიშა. არ მკითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები სალთი ყველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავწახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრათ მოგიტანეს, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვარწვა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუვარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჩკაპურიც თო მოხდა ხელში შემოაკვდება და ეგ იქნება რა. გადააგორე მიდი კვერცხი. დამაცადე. განათლოსო თქვი. განათლოს. Tevina განათლოს. კოტე პაპა უნდა განათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, ამდენს. სალაპარაკო ხარ წამოსული. ანც ესე გახსენე გვენაშენ. გუნოს კი გავხდი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს პატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთქში ზოზე და მიკროული. აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა, მაგას ვერ შევჭამ, კანი აქვს. ასე ჭამდა იხამე ეგრე. პრეტენზების ადგილია გასაფლავზე. ამათ ბალახად ყოლე გამიწაჭიროწებნან. კარგი გაჭერდი ახლა კაცო იღურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. წამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქვს წამოღებული. და ჩემი სიკოძენე, ესე ვერაფერს აღარ ვსმამ, ვეღარ ვიყურები თვალდანა. ფერზე მაინც აღარ უნდა მეცნო. ვისე კი უყარდა ახლა წოდებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენ კვერცხი ახლა. ოღონ წასვლამდე ესენი წამოკრიფეთ, სულ იმიტომ იქით გობახიძებს უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. ძე აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალერი, ის საწოდავად მოკვდა. საწოდავად როგორ მოკვდა? რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, ანუ კომბაინის მან ჩაიდრია. ახლა მართლა აღარ მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები და გავიწყდა. და შენ მოგიკდეს პრინცი არა. როდეს წამიყვალ კოტია კატნა, როდეს წამიყო. Unboxing-ი. ჩამოსული ამას ახალი ტავარი. რა იყიდა ნეტა? ვა, TikTok-ს ქროლავინგა? კაცმა რო კითხოს უშმაკის მოგონილია. შენ ის უნდა გენახა გუშინ მთელი ღამე ლინაკოს რემონტის ვიდეოს უყურებდა. რა ხნა კაცო იმ დრედებიანი გოგოს ვიდეოს უყურებდი და გადავედი მე მაგასთანაც. დაიმე ის არის მაგარი ლიკური. ხო. დაიმე ლინაკომ რომ მან სახლი იყიდა, ნაკვეთი ქონდათ გვერდზე მე მგონი იმას ციცის კაცო ბარამიძეებს, ხო სადღაც მან ახლო მახლო. აუ ის ნახეთ, სამი გობროს მამი სახლი რო დატბორა. დაიმე ეგრო რომელიმე გამიკეთოთ სახლში, ჩაგახჭობთ იქვე და ეგ იქნება. ჩუ ერთი წუთი, დათმენ დადო ახალი ვიდეო ტეკლაზე. რა, მე ხუშინ გამოყევი და უნდა მივატყო. ოი მინე ტეკლე გურგენიცია. ეთუნა გაუგზავნო, იქნება იცნოს თავისი თემა. ჩემი ცოლი არ არის. ძე შეხედე სელენამ სოიოს ყველი ვიყითეო. სოიო რა არის? იყიდა ახლა მაგასაც არ მოეწონება მაინც და რა აზრი აქვს. დედა წინას რო იყიდა, გასახეთქი წვენები, ლამის რო გაიგუდა. როცა ძალიან მოგინადრები მაგ. დედა როგორ მიყვარს ეს ბიჭი. ლექსებს რო კითხო. ხო, ვიცი, მაგის და ქალი მგავს ხასიათებში. მაჰათორი ქეთო ჯვარიძედია. თვითონ ეს ბიჭი არ მოგწონს? ხო, მაგრამ რავი, not my type. ანა ყავლაშოს უწერენ, ქათამი რო გადმოდგი გაზდაკჩა მოშვებულიო. მაგრამ ამას რაგაზი გაგუტავს გენაცვალე ბომბებს ანაიჭალებდა დეკემბრის აქციაზე. ეტა ის გამაგებინე ეს როგორ ითიიღებავს თმებს. წითელთმიანი ნათიეროა. აუ შენა შეიღებო თმები წითლად. დამახინჯდები. სანდრო გოცილიძე მახალი ვიდეო დადო. თია გიყვარს ეს ბიჭი? რა ვიცი ახლა დიდად ავგიჟდები. ის ქალი როა პერსონაჟი. კიდე კაი რო ეგეთ და არა ვარ. აუ მე ძალიან მივასება მაგის ვიდეოები. ესე მგონია ხომ ზოგჯერ ჩვენზე გადაობს. ეს კამერა ვინ დამიდო აქ? ტიკლეს ახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარეკეთი.
ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოსან მაგას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. თან იმნაირი უხათრულია ეს. ყავარონთხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. თეკლას ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ არიცხებ მამაჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარი ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ცნობარი კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლა თუ ხადაობ, ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, please რა ეს ერთი წადოთ. კაი, ხო, წადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რაც ასასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მეზარება შენ მოიდუღე. ხედავ ბიჭო, რა უხათრულია, ხედავ. აუ, შტები ხარ თიკლა. დე შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცია აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. რამდენი ფული რა თქინდა მე? სახლი უნდა იყიდო? ვერ ახარ შენ რა 400 ლარი გვიზუყედია სახლი ვერ გავიგე გადასახადების ფულია ეს და ციგნების თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო ეგრეც ვიცოდი ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს ეს ერთი და მეორეც ციგნებს როკეთას ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში რაღაცა ბრძულად გამომივიდა ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე ეხლა რატომ მიდიხარ ხო, ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა. 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, ხო და თითქმის ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული. მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი. რა ვიცი, არც ინტელექტი, არც სულაკაური, არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე. მახსოვს იქ დრამა. ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან. ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში. ლოკაცია უცვლელია, ისევ ექსპო ჯორჯიაში, მე-11 პავილიონში. წაგიყვანო მარიკო, წამოხვა? არ მინდა. შაშარ მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც ციგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოც ედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო შეერობღავილი დაიწყე. და შერა წაიკითხი ბოლოს მე რო დამცინე. აბუ სახელი აღარ მახსოვს ეხლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა. ანასტასია, ვისელოდები? მიდიხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიაროს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მეტედა. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავით. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინდა დიდი არ ინერვიულად ძალიან გითხოთ რა. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამაჩემის სახლში და ესე მითხრა გადადიდო მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვალ სამხრივია. რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია ტიკოს корпуსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მაინც შეგაჩეროს. აგერ ერთ ტიკო გაუჩერე. ტიკო დაჯდები წინ? არა იყო ჩაჭრები უკან. აშვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს პიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან? მაგის კარებშიც კი შეეტია და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებით რო შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ფორფლებზე. აუ თეკლა წინ იყური რა. ჩიკო ნოილაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკეთებ? აუ ძალიან დავარტყინე და. ვასო ტუალეტში ვარ ხათა რო გამოვალდა გირეკავ. დე ვიღაცა კარზე. გამარჯობა. თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო მე რა მქვია ჩალიჩა თვითონ ის სანტექნიკის კომპანიაზადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა. ხო ცოტა კი ავირიე. ხო აი კითხელ მარცხნივ არის ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტში ვარ ასაკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა.
არა უშავს ამარიკო არ ვიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე კიდე რა მინდა. მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია, საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემი ცოტა პრობლემური კუჭნაწლავი აქვს, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და ბარეხა მეცეც მოვაწესრიგოთ თუ შეიძლება. ჯერებს ამბობ. გათით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბად და გადინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ხალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობრიობ და რაღაცა თხრიალის ხმა აქვს თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არ იყო თხრიალის ხმა. აი უყურეთ. დაწეკით ყველა, ძარცვა. კარები დაკეთეთ დროზე. პაიმე დედა. რას აკეთებთ კაცო? ხალხია აქ. საერთოდ შემოვარდა ეს კაცი. დაჯექი მეთქი დროზე, არ გაინძრე. დაჯექი მან. რა დავჭდე ბარათია ჩარჩენილი ბანკომატში ჩამიყლაპავს კაცო. დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული. კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე. დეგენერატი ეს. ბანკირი რომელია? დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდოს სამჩანთაში. უკაცრავად ბატონო, მაგრამ მაგის უფლება არა მაქვს. მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი. იმედი და ტაძრიდან თუ ძარცვაში მოვყვებოდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა. საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი, ესე გაშვებულია კვალს რა. ოლეგი დაილაპარაკე მიდი როგორც კაცი კაცს. რა დაველაპარაკო, გალო ეს სულელი ხო არა, ხო დამაჭერდა შუბში ტყვია კიდევაც. სათამაშო პისტოლეტი გია. გახსენი მეთქი სალაროები. აიმე ბატონო, რა ვერ გაიგეთ? არა მაქვს უფლება, სანამ მენეჯერი არ მოვა. გაუგებროთ ლაპარაკობ. რა უბედურებაა კაცო, ამ კაცმა როგორ უნდა გვაჯობოს ამდენ ხალხს. ხო სოფო. გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის დარწმუნებაში ვარ მოყოლილი. გათი შემეთქი ტელეფონი დროზე. გაწი ერთ-ერთი არა ხეშანი ჭირი მე რა. მოვიფიქროთ რა, რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე. არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი. სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი. როგორ დაგის უყურე. ვერ დავაგდებთ ახლა ამას იატაკზე. ამ ჩანთაში ბლომად მიწვია რაღაცები, კაი წონა აქვს. კი უნდა იყოს მე მგონი ისმინე ახლა. თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. რა ხდება რა? კი მიძინება უკვე. პაიმე დედა. რა ხდება? ვაიმე, ტუალეტში გავდიოდი და უნიტაზზე ვიხაცის, მე მგონი სეპტემბერში შუქიც ვეღარავანთე. რა ვიხაცის? ეხლა ვიჭოლა გიბარდა საყიდან წავალ. ომარიკო ხო არ არის? არა, ომარიკო წინავს რა ხანია. როგორ შემეში და აშკარად რაღაცა სილუეტი დავინახე რა, ადექ წამოდი გამომყევი. ისა შემეში და ლამის აღარ დამჭირდა ტუალეტში წავდიოდი. მისმინე მიდი ჯუსტი ისრულია ბოლოსკენ და თუ უკან გვესრულა ეს იგი ვიღაცა. წამოდი რაც არის ეგ არის მე შევალ. ოღონდ წინ შენი არე. შენ თუ შედიხარ წიმირატო ვიარო. მიდი ჯუმანში. რასაკეთე? ვაიმე დედა. რა იყო მარიკო გული გამისკდა ვერ გავიგე. ტუალეტში შედიხართ? არა დაგითმობთ შედი მიდი. კაი. დედა არავინ არ ყოფილა კაცო. წამოდი დაიძინე ერთი მეც დავწვევი და დამშვიდი ახლა ცოტა. კაი მე წავიდი ვიძინებ. პაიმე მიშველეთ. რა მოხდა ვინ არის? არა არაფერი დასაკეთე სარეცხი დამეყრია საწოლზე და მე მეგონა ვიღაცა იწვა. მიდი დაიძინე ხო. ინგა ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო, მოდი უყუროთ. მოვედი აბა, ნახოთ ერთი ვინები ეჯიბრებიან. დავინახე ხო. დედა რა მოტკეცილი შორტები აცვეთ რა არის ეს? ძე უყური ახლა ესენი ეჯიბრებიან ერთმანეთს და ისე უწყავენ შენ რო იცი ხოლმე. დაარტყი და მე იტავე. ნუ მოდი ალოფო მარიკო ოღონდ რაღაცეებს რა. შეხედე როგორი პროტეზები უკეთია ტკბილებს, მზიაბებოსნაირი. რა მზიაბებოსნაირი დამცავებია ეგენი. შეხედე დაიწყო. დედა როგორი გამეტებით ურტყავენ კაცო ერთმანეთს, მსაჯი სად არის? დედაში თირკმელში ჩაარტყა, რაღაცა ვარგება ეს.
ლურჯები რო აწვია წინა ტურნირი მაგ კაცმა მოიგო. ისე უტყა იმას რომ ცისხლები მოდიოდა. ხო ძლიერია ეგ აშკარად. დედა სად შეაყოფინა კაცო თავი? გაიხედეო მარიკო იქით. სულკით გაიხედეს მეუბნევი ხოლმე, სერიალებზეც კოცნაობა როა. შეხედე ინგან იქნებს ხო ჩაარტყა წიხლი. ეხლა იმ თუკებზია რომ გადმოხტება იქიდან და სულ დალიწევს ძვლებში. ვაიმე დედა, რა არის რეებს უყურებთ ანასტასია, ბავშვს აყურებინებთან. გამორთეთ კაცობა, არ მომეწონა მე. მე არ უყურო შენ, ჩვენ უყურებთ. ესე იგი, წიხლი, მუშტი, იდაგვი. დედა რა კარგი ილეთია, კაცო, სად ვიყავი აქამდე. დაწეკით ყველა ძარცვა. კარები დაკეთე დროზე. ვაიმე დედა, რა საკეთებთ კაცო? ხალხია აქ. საერთოდ შემოვარდა ეს კაცი. დაჯექი მეთქი დროზე, არ გაინძრე. დაჯექი მანდ. რა დავჭდე ბარათია ჩარჩენილი ბანკომატში ჩამიხლაპავს კაცო. დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული. კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე. დეგენერატი ეს. ბანკირი რომელია? დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდოს სამჩანთაში. უკაცრავად ბატონო, მაგრამ მაგის უფლება არა მაქვს. მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი. იმედი და ტაძრიდან თუ ძარცვაში მოვყვებოდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა. საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი, ესე გაშვებულია კალს რა. ოლეგი დაილაპარაკე მედი როგორც კაცი კაცს. რა დაველაპარაკო, გალო ეს სულელი ხო არა, ხო დამაჭერდა შუბში ტყვია კიდევაც. სათამაშო პისტოლეტი დროზე გახსენი მეთქი სალაროები. აიმე ბატონო, რა ვერ გაიგეთ, არა მაქვს უფლება, სანამ მენეჯერი არ მოვა. გაუგებრალ ლაპარაკობ. რა უბედურებაა კაცო, ამ კაცმა როგორ უნდა გვაჯობოს ამდენ ხალხს. ხო სოფო. გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის ზარცვაში ვარ მოყოლილი. გათი შემეთქი ტელეფონი დროზე. კაცი ერთი არა ხიშანი ჭირი მე რა. მე მოვიფიქროთ რა, რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე. არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი. სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი. როგორ დადის უყურე. ვერ დავაგდებთ ახლა ამას იატაკზე. ამ ჩანთაში ბლომათი მიწვია რაღაცები, კაი წონა აქვს. კი უნდა იყოს მე მგონი ისმინე. თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მეტი ხდება რა.